ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. მე მინდა გამოთქვა ინიციატივა და მსაწყობა სამხარეო ადმინისტრაციისა, რომელიც ყოველთვის სიხარული ჩაერთვება აღნიშნული გამოწვევებში და აქვე მინდა რომ მოსახლეობას მიმართო და ვთხოვარ, დაანაგვიანებენ გარემოს და ასევე მინდა რომ ვთხოვო უბრალოდ მათ ხელთ არსებული საშუალებებით უზრუნველყონ გარემოს დასუფთავება. უკვე რამდენიმე თვეა, რაც დასუფთავების აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, რაშიც გურია, სხვადასხვა საჯარო სამსახურებით აქტიურადაა ჩართული. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დადებითად აფასებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საქართველოს უნდა გავწმინდოთ ნაგვისგან. ამასთანავე საზოგადოებასა და მოქალაქეებს გავს აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებენ, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება. აქციაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ქალაქ ოზურგეთის აიპ მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელებმა თანამშრომლებთან ერთად მიიღეს. მსგავსი ტიპის აქცია უკვე რამოდენიმე თვეა იმართება საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი ქვეყნის პრემიერის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. დღევანდელი აქცია სწორედ ამ ინიციატივის ქვეშ იმართება. უბრალოდ ვარჩევთ მუნიციპალიტეტის გამგეობა, სამხარეო ადმინისტრაცია, ყველა ეს დასუფთავების სამსახური, ანუ ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ კუთხით, დასუფთავების კუთხით ამ აქციაში, ვარჩევთ ადგილებს. დღევანდელ დღეს ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, ეკლესიის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ვასუფთავებთ ყველანი ჩართულები ვართ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, იმ დახმარებისათვის, რაც მონასტერში გააკეთა. და პირველსაც დღევანდელ დღეს მოგილოცავთ და მეგულოცა ყველა მართლმადიდებას, მთავარანგელოზობას და შევეწიოს მთავარანგელოზობის მადლი და მონასტრის მადლი თქვენ და სულიად საქართველოს.